მოგესალმებით ტაქტიკალის სივრციდან წარმოგიდგენთ AR-Morris სერიის აქტიური ყურის დამცავების სხვადასხვა მოდელებს. აქტიური ყურის დამცავები AR-Morris სერიის სხვადასხვა მოდიფიკაციის ბოლო პერიოდში შემოვიდა ტაქტიკალში და წარმოდგენილი არის როგორც ტაქტიკური მიმართულება, ასევე წარმოდგენილი არის სპორტული მიმართულება. თვითონ ყურის დამცავების საშუალებების გარდა არის ასევე მისი სხვადასხვა კონფიგურაციის და სტანდარტის ადაპტორები ჩაფხუტზე, მათი ჩაფხუტზე დამაგრებისთვის, თაღისებურ რელსებზე დამაგრებისთვის და არის ასევე წარმოდგენილი ასევე AR-Morris PTT-ები პრაქტიკულად ყველანაირი სტანდარტის. ყველა იმ სტანდარტის, რომელიც თავსებადი არის საქართველოში გავრცელებულ პრაქტიკულად ყველანაირ რადიო სადგურებზე, როგორც მოტოროლებზე, ასევე Baofeng-ები, Baofeng-Kenwood-ის სტანდარტის კონექტორით და ასევე Harris-ის სამხედრო რადიო სადგურზე თავსებადი PTT-ები არის, როგორც ერთარხიანები, ასევე დუალები, ანუ ორარხიანი PTT-ები. ეხლა შეგვიძლია უკვე თითოეული მათგანი ზოგადად მიმოვიხილოთ და კონკრეტულად რომელიმე დაინტერესების შემთხვევაში უკვე დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ტაქტიკალში. დავიწყოთ AR-Morris ყველაზე ისეთი სტანდარტული კონფიგურაციით M30, რომელიც არის საშუალო პროფილის ყურის დამცავი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, ანუ დამოუკიდებლად როგორც ყურის დამცავი, ასევე შესაძლებელია როგორც სიტყვაზე ჩაფხუტის კომპლექტაციაში, თუმცა უფრო მიზანშეწონილი არის აი სამოქალაქო სპორტული სროლელებისთვის. არ აქვს მიკროფონი და მისი კონექტორი არის ესეთი ჩვეულებრივი AUX-ის სტანდარტის, რომელთაც ტელეფონთან დაკავშირება შეგვიძლია. ეს M30 ყურის დამცავები, AR-Morris M30-ები მუშაობენ 2x3A ელემენტზე. შემდეგ არის აქეთ უკვე ესეთი M300A, M300-ის სერია, AR-Morris M300-ის სერია არის უკვე სპორტული დანიშნულების აქტიური ყურის დამცავები. იცავს პირველ რიგში სროლისას წარმოქმნილი ხმისგან ყურს, ჩამოყავს იმ მაჩვენებლამდე, რა მაჩვენებელიც ადამიანის ყურისათვის დამაზიანებელი აღარ არის, ანუ აქ საუბარი არის 85 დეციბელის ქვემოთ. ესეც 2x3A ელემენტზე მუშაობს. მიკროფონები თვითონ, რომელთაც ელექტრონული ნაწილი მუშაობს ამ ყურსასმენების, თვითონ ინტეგრირებული არის მარჯვენა მარცხენა ყურის დამცავებში. ჩართვა გამორთვისთვის და ხმის აწევა დაწევისთვის აქვს ესეთი მარეგულირებელი. თვითონ სხვადასხვა ფერში იწარმოება, მაგრამ ამ შემთხვევაში სამხედრო ოლივი, გრინი არის წარმოდგენილი ეს კონკრეტული მოდელი. აქეთ უკვე არის M300T. M300T უკვე არის M300A-ს კონფიგურაცია, მაგრამ უკვე აქვს პროგრამულად მის ელექტრონულ ნაწილს აქვს უკვე Bluetooth-ის მხარდაჭერაც. და აქვს შედარებით უფრო განსხვავებული თავზე მაფიქსირებლები, ცოტათი უფრო უკეთესი დამარბილებით. კომპლექტში მოყვება ესეთი პასიური ყურის დამცავები დავარქვათ, ყურის საცოვები ჩვეულებრივი. რეზინის ყურის საცოვები. ამას უკვე AUX-ის კაბელი არ უერთდება, AUX-ის კონექტორი არ აქვს, მაგრამ როგორც გითხარით, აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა და Bluetooth-ით არის შესაძლებელი მისი დაკავშირება სხვადასხვა მოწყობილობასთან. ასევე წარმოდგენილია უკვე AR-Morris ტაქტიკური მიმართულება. ტაქტიკურ მოდელებში უკვე არის M31-ები, M31+ და M32X. დავიწყოთ აი ამ M31+-ით. M31+ არის ესეთი სტანდარტულ კონფიგურაციაში. ამასაც აქვს ესეთი AUX-ის შესაერთებელი წერტილი. თვითონ AUX-ის კაბელიც მოყვება კომპლექტში და ესეთი ჩასადები პატარა ჩამთუკა. ესე იგი, ამას სტანდარტულ M31-ს არ აქვს მიკროფონი და ასევე არ აქვს სამხედრო TP-120 სტანდარტის კაბელი, რომელთაც სიტყვაზე ტაქტიკურ კონფიგურაციაში რაიმე რადიო სადგურთან დავაკავშირებდით, თუმცა მაინც ტაქტიკური კონფიგურაციის ყურის დამცავი არის. თვითონ ეს კონკრეტული უკვე განსხვავებული კონფიგურაციით არის წარმოდგენილი მისი მარჯვენა მარცხენა ნაწილი, ანუ ელემენტის სათავსო
3 ელემენტი იდება ამაში, თორემ ცალ-ცალკე თითო ელემენტი მარჯვენა და მარცხენა ნაწილში. თვითონ ყურის დამცავის გადაყვანა ადაპტორებზე, ანუ გვერდულა თაღისებური რელსზე სამაგარ ადაპტორებზე ჩვეულებრივად არის შესაძლებელი ჩაიხსნება ამ წერტილებიდან და სხვადასხვა კონფიგურაციის ადაპტორზე დგება ჩვეულებრივად. თუმცა მიკროფონის კონექტორი, ცალკე მიკროფონის კონექტორი ვიმეორებ რომ არ აქვს. ყველაზე ესეთი სტანდარტული კონფიგურაცია არის ეს 71 პლუსი ტაქტიკურ ARMOS ტაქტიკურ ხაზში. აქ უკვე არის წარმოდგენილი ყუთში 72 უკვე მწვანე ფერში არის და არის სრულფასოვანი ტაქტიკური კონფიგურაცია. ტაქტიკური სამხედრო კონფიგურაცია. აქვს ახალი ტიპის მიკროფონი, ძველი 72-ები ცოტა განსხვავებული ფიქსირებული მიკროფონით გამოდიოდა, ამას უკვე აქვს მიკროფონი, რომელიც ერთი მხარე თვითონ ფიქსირებული არის ყურის დამცავის სამაგრზე და მეორე ნაწილში სახსარში რეგულირდება როგორც სიგრძეში, ასევე კუთხით. ამ კონკრეტულს უკვე აქვს ჩასართავი ღილაკები, აწევა-დაწევის ღილაკები, პლუსი მინუსი ელემენტების ჩასადები ამასაც ცალ-ცალკე აქვს, მარჯვენა მარცხენა ნაწილში, აქაც 3 ელემენტი გამოიყენება. მოხსნადი ზედა მხარეს მოხსნადი დამარბილებელი აქვს, მარტივად გადაწყობადი არის ესეც თაღისებურ რელსზე მაფიქსირებელ ადაპტორზე და რადიოსადგურთან, უბრალოდ რადიოსადგურსა და ყურის დამცავს შორის არსებულ PTT-სთან დაკავშირებისთვის აქვს ესეთი TP-120 მილ გრედის, ანუ სამხედრო სტანდარტის მილ სტანდარტის კონექტორი, რომელთაც ათეულობით სხვადასხვა PTT-ზე და შესაბამისად მრავალი სახეობის რადიოსადგურზე არის შესაძლებელი მისი დამაგრება. ამ შემთხვევაში აქეთ უკვე წარმოდგენილი არის მესამე მოდელი, ეს უკვე არის 72X. 72X უკვე ასე ვთქვათ, გამდიდრებული კონფიგურაცია არის 72-ის კომპლექტში მოყვება თაღისებურ რელსებზე მაფიქსირებელი ჩაფხუძე სამაგრი გვერდულა ადაპტორები. მოყვება ასევე თვითონ ყურსას მეზი დასაკრავი ველკროები, წებოვანი ველკროს სტიკერები, ჩანთა ჩასადები, ჩანთა ინსტრუქცია და თვითონ ყურის დამცავი, რომელიც ესეთ კონფიგურაციაში არის წარმოდგენილი. დაახლოებით ჩვეულებრივი 72-ის მაგვარი კონფიგურაცია არის, თუმცა შედარებით უფრო გაუმჯობესებული მოდელი არის. კონფიგურაცია თვითონ სიმაღლე, სისქე, მარჯვენა მარცხენა ნაწილის იგივენაირი არის, მიკროფონიც იგივენაირი უყენია და TP-120 ტიპის მილ სტანდარტი კონექტორი აქვს ასევე. ელემენტის სათავსოებზე გელაპარაკეთ და აი ამ ადგილზე აქვს უკვე კონკრეტული მიკროფონები, რომელიც ემსახურება ხმის 360 გრადუსით დეტექციას და მის ასე ვთქვათ განაწილებას მარჯვენა მარცხენა ყურში. ესეც 85 დეციბელის ქვემოთ აგდებს მაღალ ხმებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იქნას გამოყენებული როგორც სროლის დროს, ასევე საომარ სიტუაციაში, სადაც სხვადასხვა ტიპის აფეთქებები არის და სროლის ხმაზე არანაკლებ ასე ვთქვათ დამაზიანებელი აფეთქების ხმა არის სიტყვაზე ადამიანის ყურისათვის. ARMOS საკუთარი წარმოების აქტიური ყურის დამცავებისთვის აწარმოებს ტაქტიკურ ჩაფხუძზე სამონტაჟო ინტეგრაციისთვის განკუთვნილ სხვადასხვა ადაპტორებს. თვითონ ეს ადაპტორები რამდენიმე კონფიგურაციის იწარმოება და ტაქტიკალში წარმოდგენილი არის 3 ასე ვთქვათ 3 ძირითადი ნიმუში, რომელიც პრაქტიკულად მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებული ყველანაირ ყურის დამცავებზე მიდის, როგორც სპორტულ ყურის დამცავების ხაზზე შეიძლება მისი ინტეგრაცია, მაგრამ უფრო მეტად არის ტაქტიკურებზე გათვლილი, ტაქტიკურ კონფიგურაციებზე. არის ესეთი პლასტიკატის კონფიგურაციები, ყურის მიდამოს მაღალი ჭრის კონფიგურაციის ჩაფხუტებზე დასამაგრებლად.
ეს კონკრეტული კონფიგურაცია M30-ზე, M31-ზე, M32-ზე, ყველა ასე ვთქვათ მოდელზე მიდის იარმოვის წარმოებულზე და ასევე ბევრი სხვადასხვა კომპანიის წარმოების აქტიურ ყურის დამცავებზე. ამ კონკრეტულ ადგილზე ფიქსირდება თაღისებურ რელსზე და შესაძლებელი არის მისი მოძრაობა 360 გრადუსით. ანუ ყურსასმენების გადაწევა, ჩაფხუტის ზედა მხარის მოთავსება და ამას თვითონ ვიდეოში გამოჩნდება, როგორ ხდება ამის ფიქსაცია ასეთ ტიპის ჩაფხუტებზე და შედარებით უფრო მოძველებულ გვერდულ ადაპტორებთან შედარებით უფრო გაუმჯობესებული არის ასეთი ტიპის ადაპტორების ერგონომიკა. არის ასევე აქვე წარმოდგენილი M11 სერიის კლასიკური კონფიგურაციის ადაპტორები, როგორებიც 10 წლებია უკვე გამოიყენება სამხედრო ტაქტიკური დანიშნულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ჯარისკრო დანიშნულებით, ასევე განსაკუთრებით ეს დანიშნულებისთვის. აქ არის წარმოდგენილი M11-1 სერია, სპეციალურად ეარმორის ყურსასმენებისთვის, თუმცა სხვა ტიპის სხვა მწარმოებლების ყურსასმენებზეც ყენდება ესეთი ადაპტორები და ასევე წარმოდგენილია M11 პელტორი. M11 პელტორი უკვე პელტორის სერიის, პელტორის ტიპის ყურის დამცავებზე არის გათვლილი სხვადასხვა სტანდარტის გადამყვანებით. ეს კონკრეტული კონფიგურაცია უკვე გათვლილი არის გვერდულად თაღისებურ რელსზე, აი ამ კონკრეტულ ადგილზე, ანუ ზედა ნაწილზე დასამაგრებლად. რაც შეეხება PTT-ებს, ანუ შუალედურ გადამყვანებს აქტიურ ყურის დამცავსა და რადიოსადგურს შორის. ეს რადიოსადგური შეიძლება იყოს სამხედრო ტაქტიკური რადიოსადგური, შეიძლება იყოს სამოქალაქო დანიშნულების იგივე საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაუფენგები ან ჩვეულებრივი მოტოროლები, ხო? წარმოდგენილი გვაქვს პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის PTT-ები, რომელიც გათვლილია როგორც იდეაში ISOPT-ისთვის, შეიძლება გამოყენებული იქნას ასევე სამხედრო დანიშნულებით და წმინდა სამხედრო ტაქტიკური კონფიგურაციებიც არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე M55 კენუდის ორწვერიანი კონექტორით, რომელიც ბაუფენგის რაციებზე არის გათვლილი. იგივე კონფიგურაციის, ანუ მრგვალი დიდი PTT, რომელიც აი სხეულის წინა მხარეს დამაგრებაზე არის გათვლილი და შეიძლება იქნას დამაგრებული როგორც ჯავშანჟლეტებზე, მთილის მატარებლებზე, ჩესტრიგებზე და ასე შემდეგ. არის როგორც კენუდის კონფიგურაციაში არის ასევე M55 M2 კონფიგურაცია უკვე მოტოროლასთვის. მოტოროლას ასევე ორწვერიანი კონექტორით. ასევე არის წარმოდგენილი ესეთი ერთარხიანი უკვე 4-კუთხედი კლასიკური კონფიგურაციის ღილაკიანი, პატარა ღილაკიანი PTT. კენუდის კონფიგურაციაში ეს არის უკვე M51 კენუდის კონფიგურაციაში და არის ასევე მოტოროლაზე გათვლილი კონფიგურაციაც M51 M2. PTT-ების ნაწილი აღჭურვილი არის სწრაფ ჩამქთველი არის switch პადით, რომელიც თითზე მაგრდება, შეგიძლიათ ხების სახელოში გამოატაროთ, თითზე იქნას ველკროთი ფრицით იგივე დაფიქსირებული და ხელის ასე ვთქვათ მიტანის, სხეულთან ხელის მიტანის გარეშე პირდაპირ თითზე არსებული პატარა ღილაკით იქნას ჩართული PTT და გააქტიურებული რადიოსადგური. წარმოდგენილი ასევე დუალები, ანუ ორარხიანები, ეს უკვე არის M56 IU-74 კენუდის კომპლექტაციაში ორი კაბელი, ორი წვერით კენუდი, ანუ ბაუფენგის რაციებზე თავსებადი. ასევე ორარხიანი კომპლექტაცია უკვე მოტოროლასთვის M56 IU-174 M2 ორ სხვადასხვა რადიოსადგურზე შეიძლება იქნას დაერთებული. აქვე არის M52 კენუდი ერთარხიანი, ასევე თითით გასააქტიურებელი პატარა ზომის switch პადით. M51 M2 ასეთ განსხვავებული კონფიგურაცია მოტოროლასთვის ერთარხიანი. აქვე არის წარმოდგენილი ასევე ცალკე არსებული თითზე დასამაგრებელი switch პადი AUX-ის დაბოლოებით. და წარმოდგენილი არის ასევე წმინდად სამხედრო დანიშნულების, ეს არის სამოქალაქო გამოყენებაში, ასე ვთქვათ, არსებული PTT-ები. ეს არის სამხედრო ჰარისის რადიოსადგურებზე
გათვლილი ესეთი M56 IU-174 MIL-PRS. ესეთი სამხედრო კონექტორი აქვს, რომელიც სამხედრო ჰარისის რადიოსადგურზე არის თავსებადი. სხვა რადიოსადგურებზეც არის თავსებადი, ეს სტანდარტული კონექტორი არის, მაგრამ საქართველოს პირობებისათვის ჰარისზე არის მისადაგებული. ეს არის ერთარხიანი თითის პატარა სვიჩპადით და ორარხიანი, ანუ ორ სხვადასხვა ჰარისზე შეიძლება იქნას დამაგრებული. ამას უკვე კომპლექსში თითის პატარა სვიჩპადი არ მოყვება. როგორც ამ ვიდეოში ნახეთ, ტაქტიკალი სივრცეში წარმოდგენილი, უკვე წარმოდგენილი არის Armor-ის სერიის სხვადასხვა კონფიგურაციის, სხვადასხვა მოდიფიკაციის აქტიური ყურის დამცავები, როგორც სამხედრო ტაქტიკურები, ასევე სპორტული მიმართულება. წარმოდგენილი არის Armor-ისვე წარმოებული ტაქტიკურ ჩაფხუტზე გადამყვანი სხვადასხვა სტანდარტის ადაპტორები, ყურის მაღალი ჭრის მქონე ჩაფხუტებზე, ფასტის ტიპის ჩაფხუტებზე სამაგრები და წარმოდგენილი არის პრაქტიკულად ყველა იმ ტიპის PDT, რომელიც საქართველოში გავრცელებული პრაქტიკულად ყველა ტიპის რაციაზე არის თავსებადი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და მსგავსი ტექნიკური ვიდეო განხილვების გადაღებას და დადებას შემდეგშიც გავახსენებთ, როგორც ცალკეული საკითხების, ასევე ტაქტიკალში წარმოდგენილი სხვადასხვა სამხედრო ტაქტიკური თუ სალაშქრო დანიშნულების ნივთებისა და ეკიპირების სისტემების.